დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენ ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მოგცა სულიერი და ფიზიკური ძალები აგვესულებინა სამთო ლიტურგია. დავზიარებულიყავი ჭეშმარიტად პატიოსანსა, სისხლსა და ხორცსა, უფლისა, მთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. ამ უდიდეს საიდუმლოს, რომელსაც ღმერთი გვიწყაროებს, ცოდვილი და მანკიერი გულის მქონე კაცობრიობას. ჩვენს განსაწმენდელად, ჩვენს სათასასუფეველში და მარადისობაში დასამკვიდრებლად. ყველას გულითადად მოგილოცავთ მაცხოვრის ამაღლებას ზეცად დიდებით. ღმერთმა ამაღლების დღესასწაულით აამაღლოს ჩვენი გული, განწმინდოს ჩვენი გული და აამაღლოს ჩვენი გონება ზეცის საიდუმლოთა და ჭეშმარიტების დანახვისკენ და ჭვრეტისკენ. ევანგელი დღესასწაული პრაქტიკულად რომ ავიღოთ შემდეგში გამოსჭვივის. ადამიანი დაეჩვია ნიღბების ტარებას. ევანგელი სამყარო ადამიანს ყველანაირად ხელს უწყობს და ადამიანი საბოლოო ჯამში ნებდება ამაზე და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ვითარებაში ირგებს, ნიღაბს. ქრისტიანი ადამიანი კი, რომელიც ტაძარში მოვიდა, ის ამბობს ესეთი რამეს, რომ მე დავიღალე ამ ნიღბებით, სიარულით და ჩემთვის ნიღაბი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ჩემთვის მნიშვნელოვანია ხატება ღვთისა. ორი რამ წარმოიდგინეთ უბრალოდ. ნიღბიანი ადამიანი, რომლის უკან არ ჩანს ვინ იმალება, რა სულისკვეთებისა და შინაგანი მდგომარეობის ადამიანი, და ამ ნიღბიან ადამიანს იმდენჯერ იცვლის საკუთარ ნიღაბს, რომ თვითონაც ვერ იგებს უკვე რომელია ამ ნიღბიდან, რომელია თვითონ მე რომელი ვარ და საკუთარი თავის დაკარგული ყავს და არის მეორე ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა გაიაროს ძალიან რთული და ძნელი გზა. რთული გზა და ძნელი გზა, გოლგოთის გზა, აღდგომის გზა, შიშის გზა, როგორათაც მაცხოვრის აღდგომის მერე შეშინებულები იყვნენ მოციქულები და ემალებოდნენ მათზე გადამტერებულ ებრაელთა ერის წარმომადგენლებს, რომელთაც მათი მოძღვრის მსგავსად მათი განადგურებაც უნდოდათ, მაგრამ მათ აირჩიეს გზა საღვთო ხატებისა, ანუ ნიღბების ჩამოხსნისა და საღვთო ხატად ქცევისა. აი ეს არის გზა, რომლის გამოც ჩვენ ყველანი მოვედით ოდესღაც ეკლესიაში. აი ეს ორი ბრძოლა არის და მოსული ადამიანი ეკლესიაში საბოლოო ჯამში აი ამ ნიღბების ჩამოხსნით უნდა იყოს დაკავებული. დაუსვით უბრალოდ დღეს თქვენ თავს შეკითხვა, რომ მინდა მე ის ნიღბები, რომლებიც საზოგადოებაში, ოჯახში, მეგობრებში, ნათესავებში, სამსახურში და სხვადასხვა ადგილას, სადაც შენ ხარ, ამ ნიღბების მოხსნა და საღვთო ხატად ქცევა და რას აკეთებ ადამიანი ამისთვის. და თუ კი ამაზე დავფიქრდებით, ჩვენ ყველანი მივხვდებით, რომ ჩვენ შევიქმნით ერთ-ერთი ნიღაბიც კი ეს არის ქრისტიანის ნიღაბი. ანუ იმ ნიღბებს, რომელიც გარეთ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას ჩვენ გვჭირდება და ჩვენ მოვირგებთ ხოლმე, ასევე ჩვენ მოვირგეთ საბოლოო ჯამში ქრისტიანის ნიღაბიც. ჩვენ ამოვეფარეთ სამწუხაროდ, ამოვეფარეთ ჩვენი დიდი მამების, წმინდა მამების, ეკლესიის გამოჩენილი მორწმუნე ადამიანების ისტორიულ გზას ამოვეფარეთ. ჩვენ მათი პირადი დამსახურება, მათი პირადი ღვაწლი, რომელიც მათ გაწიეს სამშობლოს, ღმერთის სამშობლოს, ეკლესიის
და ადამიანის სიყვარულისათვის, რომლებიც სანთელივით დაიღვენთნენ და რომლებმაც საკუთარი თავი გაწირეს, ესე იგი დაადნეს საკუთარი თავი ღმერთის, ეკლესიის, სამშობლოსი და ადამიანის სიყვარულში, აი ჩვენ ყველანი შემოვედით აი ამ ნამოქმედარ ყანაში, ამ გაბიბინებულ ყანაში, რომელსაც ეკლესია ქვია და ეკლესიის მამათა სიმრავლე ქვია და ჩვენ აი ამ მდგომარეობას ამოვეფარეთ და სამწუხაროდ ჩვენც მოვირგეთ ეს ნიღაბი უმრავლესობამ ქრისტიანისა. მე მაგალითად ძალიან ამარტივად მოვირგე სამღვდელო ნიღაბიც და მოკლედ რაღაცნაირად ვცდილობ, რომ აქ მღვდელი ვიყვე ალბათ. მე გარეთ გავალ, გარეთ სხვა ვიღაცა ვიყვე, მეგობრებში ჩავარდები, იქ სხვა ვიღაცა ვიყვე. არაფერზე უარი არ უთხრა ადამიანმა საკუთარ თავს. ჩვენ მოვიფიქრეთ კიდეც ისიც, რომ ადამიანია და რა მოხდა, ყველა ადამიანები ვართ, კი ბატონო, ესეც არის. თქვენი დამოკიდებულება ჩემდამი გასაგებია, რომ თქვენ მეპყრობით სიყვარულით, მეპყრობით გაგებით, მეპყრობით ისე იგი გულმოწყალებით, მაგრამ ეს მე არ მან თავისუფლებს იმისგან, რომ მე როგორც მღვდელი ვიყვე ისეთი, როგორათაც წეღან ვახსენე მე ამ ეკლესიას ჩვენის და ზოგადად ქრისტეს ეკლესიას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შეშვენის. აი ეს პასუხისგებლობა ჩვენ ყველამ ერთიანად უნდა გავითავისოთ. აი მოდი დავსვათ ერთი შეკითხვა. დავსვათ ერთი შეკითხვა ძალიან მარტივი. ჩვენი მიზანი რა არის? თუ ჩვენი მიზანი როგორც გითხარით საღვთო ხატად ქცევა, მაშინ ჩვენი უმთავრესი მიზანი უნდა იყოს ცხონება, ადამიანის სულის ცხონება, მარადიული სიცოცხლეში წასვლა. ეხლა გისვავთ კითხვას, არა, აბა უბრალოდ უფროსებმაც, პატარებმაც. ბოლოს როდის იფიქრეთ, რომ უნდა ცხონდეთ? ბოლოს როდის შეაფასეთ საკუთარი თავი, მე ცხონებასთან მიმართებაში რა მდგომარეობაში ვარ? როგორ მდგომარეობაში ვარ შინაგან? დღეს რო უფალმა გამიყვანოს მე ვცხონდები? იქნებ ეს ნიღაბი, რომელიც მოვირგე, ქრისტიანული ნიღაბი, იქნებ ამ ნიღბის იმედად ვარ მე. და უფალი კიდე თქვენ იცით, რომ ამ ნიღბით არ გვიყურებს ჩვენ. უფალი ჩვენ გვიყურებს როგორც საღვთო ხატებას და გამომდინარე აქედან ზუსტად ასე შეაფასებს ჩვენს შინაგან მდგომარეობას და სულის მოკლედ მდგომარეობას. ეხლა პრაქტიკულად მინდა გითხრათ, აი დღევანდელ მდგომარეობაში იტყვით, რომ ამო ეს სიტყვები კარგია, მაგრამ რა არის გასაკეთებელი? რეალურად როგორ უნდა მოვიქცეთ, სადაც ვართ, ოჯახში ვართ, სამეგობროში ვართ, სამრევლოში ვართ. რა არის პრობლემა? ჩვენი პრობლემა ყველაზე მთავარი რა არის? რატომ დავდივართ აქაც ნიღბით? რა არის ამის ყველაზე მთავარი მოკლედ მანიშნებელი და ადამიანში მოკლედ დამაფიქრებელი? აი ხა მივყვეთ ნელ-ნელა და თუ გამომყვებით აზრით, უბრალოდ ნელ-ნელა გავყვეთ. ძალიან მცირე დრო დამჭირდება ამისათვის, ხო? დღეს ზოგადად საზოგადოება და სამყარო იცოდეთ, აი ეს მყარად დაიმახსოვრეთ. საზოგადოება, წუთი სოფლის სულისკვეთება დავარქვათ ამას, სხვადასხვა მიმართულებით, სადაც ჩვენ გვიწევს ყოფნა. იქ წახალისებულია ერთი რამ. იცით რა არის წახალისებული? წახალისებულია არა გულწრფელობა და საკუთარი თავის მოტყუება. ანუ გარეთ სამყაროში იცოდეთ, რომ წახალისებულია არა გულწრფელობა. ანუ ნახეთ რა არის წახალისებული? ადამიანს ურჩევნია უთხრა, შენ აი მაგალითად ხელმძღვანელს ურჩევნია ითამაშო შენ რო ვა, რა კარგი სამსახურია, მადლობა. რა ბედნიერი ვარ, რა კარგათა ვარ. ანუ ითამაშო გარეთ ოჯახში მაგალითად ურჩევნია და წახალისებულია, რომ შენ გარეგნულ არავინ შეგეკითხება შინაგანად როგორ ხარ. არა. გარეგნულად როგორ ავლენ საკუთარ თავს და ადამიანებმა ოჯახშიც და ყველგან ისწავლეს
თამაში, იმიტომ რომ წახალისებული და ადამიანების მდგომარეობის, ანუ მე შენთან ვიურთიერთობებ მაშინ, მე შენ გაღიარებ მაშინ, მე შენი მეგობარი ვიქნები მაშინ, შენ წარმატებული იქნები მაშინ, თუ კი შენ იქნები არა გულწრფელი. არ მაინტერესებს შიგნით რას გრძნობ. თავარია, ჩვენ რო შევხვდებით ერთმანეთს, გაიღიმო, გაიცინო. ისე იგი, თქვა რომ კმაყოფილი ხარ ჩვენი ურთიერთობით, მადლობა იმისთვისაც, ანუ საბოლოო ჯამში, ანუ მთელი სამყარო ყველა ითხოვს მაგას, რომ ადამიანის შინაგანი მდგომარეობის ანუ გაუაზრებლად შენ იყავი არა გულწრფელი ადამიანი. და თუ კი შენ ამას იტყვი, თუ კი შენ არ გამოხატავ, ანუ ნამდვილად არ იქცევი და ითამაშებ და მოირგებ საკუთარ თავზე სხვადასხვა ნიღაბს, მაშინ შენ წარმატებული იქნები ამ ცხოვრებაში. და ნახეთ როგორი რაღაცა არის, ჩვენ მთელ ჩვენს ცხოვრებას ვატარებთ აი იმ კულტურაში. 24 საათიდან 24 საათი ჩვენ ვართ იქ ჩვენს ოჯახში, ახლობლებში, ნათესავებში, სამსახურში და ყველგან და ჩვენ დავეჩვიეთ უკვე ასეთ მდგომარეობას, რომ ადამიანი არის არა გულწრფელი. აბა დაუკვირდით ერთ რამეს. როდის იყავით ბოლოს გულწრფელები საკუთარ თავთან, როგორები ვართ სინამდვილეში? ვერ გაიხსენებთ ამ დროს. ძალიან გაგიჭირდებათ ამ დროს გახსენება საკუთარი თავის. აი პირობითად გეტყვით ასეთ რამეს. აი ნახეთ რა არის, რა მდგომარეობაში ვარ ჩვენ. ანუ, როდესაც ვითამაშე ოჯახში, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, და რომ დაიძინეს ყველამ და მოტრიალდი და ლოცვა უნდა წავიკითხო, იმავე ნიღბით იწყებ ადამიანი ლოცვას მე. გულწრფელი არ ახარ არც. და მთელი შენი დღე სხვადასხვა ნიღბის ტარებით მოდიხარ მერე ლოცვის მდგომარეობამდე და იქაც რა შვები, იცი? იქაც დაღლილი, დაქანცული, უბრალოდ ქრისტიანის ნიღაბს ირგებ და მოდი ამ ნიღაბსაც მოვირგებ უბრალოდ და ხატების წინ დავდგები როგორც ქრისტიანი. იქ ვიყავი ამ ნიღბით, აქ ვიყავი ამ ნიღბით, აქ და საბოლოო ჯამში ადამიანი გულწრფელი არსად არ არის. აი, როდესაც ადამიანი საკუთარ თავთან გულწრფელობით იწყება ზუსტად ქრისტიანობა. წეღა რაც გითხარით, ხატებრიობის აღდგენა ადამიანში იწყება გულწრფელობით, რომ მე ვარ და დაიწყეთ ჩამოთ. გაიხსენეთ ჩვენი აღსარებაც, იქაც კი არ შეგვიძლია საკუთარი თავის შეფასება. იქაც კი ვერ ვაფასებთ საკუთარ თავს სათანადოდ, როგორები უნდა ვიყვეთ. ამიტომ ჩვენ რაზე ვართ? ჩვენ გვინდა, ჩვენ გვიხარია, ჩვენთვის უკეთესია გარეთ გვაღიარონ. ნიღბებით ვიარო, მაგრამ გარეთ აღიარონ ჩემი სტატუსი, ჩემი კარგი ადამიანობა, ჩემი კარგი როგორც თანამშრომლის სტატუსი, ჩემი კარგი ნათესავის, გარეთ მიხარიეს და ამის გამო ყველაფერზე ვარ წასული, თუნდაც საკუთარ თავთან არა გულწრფელობაში და ნიღბების ტარებაში. Იმიტომ რომ მე ხომ მინდა იმ წუთი სოფელმა მაღიაროს, იმიტომ რომ მთელი ჩემი სულისკვეთებით ისა ვარ, იქაური ვარ. ის არის ჩემი მთავარი საცხოვრებელი ადგილი. იქავ გრძნობ საკუთარ თავს ბედნიერად. იქა ვარ გახარებული. ამიტომ ნახეთ, ადამიანი გადაჩვეულია ერთ რამეს. იცით რას არის გადაჩვეული? დღესო ვინმეს რამე შეეკითხო, შეკითხეთ, მიდით ერთმანეთს კითხეთ, ვინმეს როდისმე გითქვამთ არ ვიცი. დღეს ადამიანს ეს, ანუ გულწრფელად რო თქვას თამდაბლად, რაღაცას რო შეკითხეთ, არ ვიცი. მართლა არ ვიცი, აი. ანუ აღიარო ადამიანმა რომ არ იცი, უბრალოდ არ იცი, ყველაფერი არ გეცოდინება, არ იცი უბრალოდ. უჭირს ადამიანს აღიაროს რომ ეშინია. მეშინია. აი მართლა მეშინია, მეც ბევრჯერ მეშინია
ისე იგი არ ვიცი, ბევრი რაღაც ისა მეშინია, სიმხდალეს ვახტე, ვაჩენ სხვადასხვა მდგომარეობით. თუ კი გულწრფელი ვარ, ვიცი რომ მეშინია, მაგრამ მიღბით რო დავდივარ იქა, უფლებას არ ვაძლევ საკუთარ თავს, რომ არ გეშინოდეს, უნდა გამოავლინო საკუთარი აგრესიას და უნდა გამოავლინო საკუთარი მოკლედ ადამიანებისადმი ცუდი დამოკიდებულებაც, გინებაც, ლანძღვაც, ჭორაობაც, ყველაფერი უნდა გამოავლინო, რომ დაამტკიცო იმ ნიღბის სტატუსს. როდის თქვით ბოლოს, აი თქვენ პირდაპირ, აი როდესაც ვიღაცასთან დადეკით, როდის თქვით, რომ არ ვიცი, გაიხსენეთ, ან სამსახურში რო გეტყვიან, იმ წუთში გამოძრენას იწყებ, იმას კი არ იტყვი, რომ არ იცი. იმ წუთში 10-20 წინადადებას წაუმზღვარებ, რომ ერთი სიტყვის მაგივრად რო თქვა, უბრალოდ არ ვიცი, ეს არის ხატება, ეს არის გულწრფელობა. თქვა უბრალოდ არ ვიცი. თქვა უბრალოდ მეშინია. თქვა უბრალოდ მეშლება და შემეშალა. აი ამის თქმას სანამ გადავწყვეტ, რომ შემეშალა, მეშინია და კიდე ბევრი რამე. ეს გავაკეთე, ანუ ემვის თქმას ადამიანი აი სასიცოცხლოდ ვერ იტანს. იმიტომ რომ იმ ნიღბით, რომლითაც დადიხარ, ეს სიტყვების თქმა არ შეიძლება. სამყაროში, სადაც შენ ცხოვრობ, ეს აღიარება იმისა, რომ არიცი, გეშინია და გეშლება, არის რა? მაშინ შენ არ გაღიარებელი. იმიტომ რომ იმ სამყაროში ხო არავის არაფერი არ ეშლება, ყველა ჭკვიანია, ყველას ასწავლის, ყველა ძალიან მოაზროვნეა. იქ არ შეიძლება ამის აღიარება, რომ არიცი რაღაცა. იქ არ შეიძლება თქვა, რომ მეშინია უბრალოდ გულწრფელად, მეშინია შიში მაქვს. თქვა ადამიანმა მეშინია მე რომ მარხვა დავარღვიო, მეშინია მე რომ ლოცვა არ თქვა, მეშინია მე რომ ცოდვა ჩავიდინო, შიში მაქვს ღვთისა, რომ ეს თუ გავაკეთე მე სულის მდგომარეობა მეშლება. ღმერთს კარგავ ყველაზე მთავარს, ადამიანი ნახეთ როგორ არის, იქაც ვერ ვაღიარებ მაგას, ამიტომ აღიარება გვიჭირს იქ რომ იცი რა, მე ვმარხულობ, დიახ მე ქრისტიანი ვარ, დიახ მე ვდგევარ და ვლოცულობ, დიახ მე 3 საათმა მომიწია და ქუჩაში გავჩერდი და 7 გზის ლოცვას ვკითხულობ, დიახ ვაფიქსირებ, შენ თუ სხვა რამეს აკეთებ, მე ვლოცულობ, მეშინია, რატომ ანუ ადამიანს ამის დაფიქსირება არ უნდა. შიში აქვს ამის. იმიტომ რომ მე იმ წუთის სოფელში და იმ სამყაროში ვხდები დაუცველი, უკვე იმ ადამიანებისგან დაუცველი ვხდები, ანუ აღარა ვარ მათი ნაწილი. ისინი უკვე აღარ მეგობრობენ, ისინი უკვე აღარ დამიცავენ, მათი ერთობის წევრი აღარა ვარ, რაღაცი უკვე ვარ განსხვავებული და ამის გამო ხო მიუღებელი ვხდები, გაუგებარი ვხდები, გარიყული ვხდები და აი ეს ჩვენი ახალგაზრდობა, რომელიც დღეს არ მოგწონს უბრალოდ. ეს არის ჩვენი, როგორც ქრისტიანი მშობლების, არაგულწრფელი მშობლების აღზრდილი ახალგაზრდა თაობა. ჩვენივე არაგულწრფელობით აღიზარდნენ ის ბავშვები და დაეჩივნენ ნიღბების ტარებას. დაინახეს ამ ბავშვებმა ერთი რამე. ეს დედა ჩემი ტაძარში, მამა ჩემი ტაძარში რო დგანან, ანგელოზები ვითად დგანან. იქაც კარგი ნიღაბია. მაგრამ სახში რომ მოვლენ, რაღაცა სხვა ნიღაბს იკეთებენ კაცო. მე რო დავინახე, მე და დედა რო წავედით იმაში, საქეიფოთ სადღაც იმაში, რამე დაწესებულებაში, იქ კაცო შევხედე და ეს ხალი საერთოდ სხვა ნიღაბი უკეთია ამას. და მე აღარ გავაგზელებ საერთოდ სხვა ნიღაბი, თუ გავაგზელეთ და გავაგზელეთ. კიდე და ეს ბავშვები გაიზარდნენ იმ მშობლების ხელით, რომლებიც თავისთავად არაგულწრფელები არიან. მოთამაშეები არიან ოჯახშიც, სახლშიც, კარშიც და ყველგან თამაშობენ უბრალოდ. და როდესაც ესენი თამაშობენ, ეს ბავშვებიც ესეთები იზრდებიან, იძახის რა, დედა, მე ხელს მიშლის ის რომ წავიდე სადღაც, არ ვიცი სადღაც, რომელიმე ადგილას, კარგად მოვიხინო, კარგად გავერთო, დავკარგო ყველანაირი სახე. ადამიანურიც კი გამოვიყენო ყველა სიამოვნების საშუალება და მე რა დილით რომ მომინდეს და წირვაზეც წამოვიდე, განა შენ ასე არ იქცევი? განა შენ გუშინდელი, ისე იგი გუშინდელი სუფრაზე ნამყოფი მამას გულისხმობ, ისე იგი პირში ენას რო ვერ იტრიალებ,
გუში რო საღამოთი სახში მოხვედი, ისე იგი მერე კარგად მიილანძღე, მოილანძღე ოჯახის წევრები, დაიძინე, დაწექი და დილით წირვაზე რო წახვედი მერე. და უცებ ტაძარში შემოსულმა, ისე იგი ნიღაბი მოირგე ქრისტიანისა. და უკარო დაბრუნდი და ქალბატონების თავისთავად თქვენ თვითონ გაიაზრეთ, რაზე ვსაუბრობ ახლა. მოწახვედი კარგად მოიხინა მერე ნაბახუსევი კარგი. თვალები რო დასიებული აქვს, აიქ რომ მივედი მერე ამას უყურებს ჩვენი ახალგაზრდობა, მიხვდით? ამას უყურებს ჩვენი შვილები, ჩვენ გვიყურებენ და გვეუბნებიან, გამაგებინე მამა, მე რომ მითხრას ჩემმა შვილმა, აი ზუსტად მართალი იქნება, გამაგებინე მამა, რომელი ხარ? იმიტომ რომ სადაც არ მიხვედი, ყველგან იქაური ხარ. ყველგან გძნობ თავს ძალიან კარგად. ყველგან, ანუ იქაური ხარ და რაღაცა ეჭვმეპარება, რომ რომელი ხარ საბოლოო ჯამში შენი განსაზღვრელი პიროვნებისა, ვინ არის, არ ვიცი. და ამიტომ ნახეთ რა მინდა გითხრათ, იცით რომ აი იქ რო ვართ თქო იმ წუთის სოფელში, ჩვენ ვეჩვევით ამას, ჩვენ უკვე იქაურები ვართ. და გინდა არ გინდა ადამიანის ანუ ხარ როგორც წეღან გითხარით, სხვადასხვა ნიღბების ტარებას ხარ შეჩვეული და აქეთ გაგხატელო. ერთი სახე უნდა კონდეს ქრისტიანის, ღვთის ხატების სახე უნდა კონდეს ადამიანს. შეიძლება წახვიდეს ადმე, არა, აი ის მაინც უნდა გეტყობოდეს, რომ აი იქ რო ხარ, განიცდი იმას, რომ ეხა არ გინდა რომ აქ იყო. არ ვიცი, მოგიწია რომ დალევა მოგიწია თუ რავი, როგორ ქვია ამას, რო აიღე, არ ვიცი სამღვდელო პირი ხარ თუ საერო პირი ხარ, რომ დალევას გადაწყვეტ, თქვათ. ჩვენ ეს პრობლემა კიდე სხვა არის, ჩვენ სუფრის კულტურა სხვა გაქვს ქართველებს და ამისი უგულებელყოფა არ შეიძლება, მაგრამ ამავე დროს ზომიერების მდგომარეობა უნდა იყოს დაცული. და როდესაც კარგავ ადამიანი, აი ამ სახეს როდესაც კარგავ, როდესაც სვავ რაღაცა იმას სასმელს, ხო, ადამიანს უნდა გეტყობოდეს ის, რომ ეხლა ეს დალევა შენთვის არის, აი არ გინდა, იმიტომ რომ იცი რომ თრალი რო ხარ, როდესაც დათვრები, ხო, შენ აკლდები ყველაზე მთავარს. ყველაზე მთავარს აკლდები. ამიტომ მე ეს იწევს ერთ რამეს. ჩვენ ცხოვრობთ ყველანი, ვქნით ჩვენივე რელიგიას, ვქნით ჩვენივე წარმოდგენას ქრისტიანობაზე და ვცხოვრობთ ილუზიაში. დამიჯერეთ, რეალურ ქრისტიანობაში კი არ ვცხოვრობ, ჩვენივე შექმნილ ილუზორულ ქრისტიანობაში ვცხოვრობ. და ადამიანებს გვაქვს ხოლმე ესეთი რამე, ანუ მე უბრალოდ პირდაპირ ვამბობ იმას, რაც სათქმელი არის. მე ვართ ხოლმე ასეთი იმებისა, რა ვქნათ, როგორ ვიცხოვროთ სხვანაირად, ხო? ხო უნდა იცოცხლო ადამიანმა რა უნდა გააკეთო. როგორმე ხო უნდა გადავრჩი ამ წუთის სოფელში რა გავაკეთო და აი ამან მიგიყვანა მანდამდე რომ ადამიანები როგორ ვართ, იცი, თავარი დავკარგეთ. ადამიანს ეუნები, ნახეთ, აი ხა ჩვენ ყველანი გვეუნებია, მე მეუნება ქრისტე და თქვენს ყველას გვეუნება. უნდა იყო გლახაკი სულით. ყოველ დღე ნეტარებებს კითხულობ ადამიანი, უნდა კითხულობდე ყოველ შემთხვევაში. ნეტარიყვნენ გლახაკნის სულით და რამე თუ მათი არ სასუფეველი ცად. შემოვაბრუნოთ, სათასასუფეველში მოხვედრა გინდა? მინდა. გლახაკის სულით იქნები? რავი, მინდა, მაგრამ ვერა. რატო? რომ იქა სულის სიგლახაკე მიღებული არ არის. იქ უნდა ითამაშო. იქ უნდა ითამაშო, რომ ბედნიერი ხარ, კარგად ხარ. ყველაფერი კარგად არის. იქ ნიღბით დადიხარ ადამიანი, მაგრამ ეს სულის გლახაკის ნიღაბს მერე შემოდიხარ და აქაც უცებ მოირგებ, მაგრამ საქმე ისაა, რომ სულის სიგლახაკის ნიღაბს მოირგებ თუ არა, ცუდად ხარ შინაგანად, იმიტომ რომ ვიღაცამ რო რაღაცა გითხრა ზედმეტად გაღიზიანდი. და თამაშს რო გულისხმობ, ეხლა ნახეთ თამაშს რო გულისხმობ, რას გულისხმობ, ნახეთ, მე შემემთხვა ესეთი რაღაცა, აი ურთიერთობებში. და ნახეთ როგორი რაღაცა არის. გორში გულისხმობ ამას. გორი ჯვარზე ავდიოდი ერთხელ. ადამიანი იყო, რომელთანაც გარკვეულწილად არ აქონდა, აი როგორ გითხრათ, იცი, თამაშობდით, ვითომ კარგი ურთიერთობა გქონდა, მაგრამ შინაგანად ხვდებოდით ორივენი, რომ მე შინაგანი გულის თქმები მქონდა.
გულისთქმები მქონდა და მასაც ჰქონდა ეს გულისთქმები. გამიგეთ, შიგნით რაღაცა აფორიაქებდა, მაგრამ რო შევხვდებოდით ერთმანეს, რაღაცა როგორ ახარ, კარგად რაღაც, ესეთი მდგომარეობა იყო. თითქოს ეს, ხო გეუბნები, ქრისტიანული ნიღაბი იყო ჩვეულებრივი. სული სიგლახა კი ითხოვდა, რომ მივსულიყავი და მეთქვა აპატიე, შემინდე, ან რაღაცა ის, რაც ქრისტიანული გამოსავალი. ეხლა ნახეთ როგორი რაღაცა. ამ დროს ორივე ადამიანი დაძდევს იმას, რომ თავისი, მე რო ეს გულისთქმები, მე რაც მაქვს, რომ ესა ნამდვილია, ეს უნდა გავამართლო. მე ტყუილა კი არა მაქვს შენს მიმართ გულისთქმები. რას ლაპარაკობ კაცო? მე ყველაფერი ძალიან დაწყობილად ვიცი, რატომ ხარ შენ ცუდი ადამიანი და რატომ მოიქეცი ცუდად. დაწვრილებით ვიცი ესე რატომ? ამ გულისთქმებს აყოლილი ვარ. უკვე გამრავლების ტაბულასავით, 2x2 რო 4-ია, ამისავით მაგ დალაგებული შენა, რატო ხარ ცუდი ადამიანი და რატო ხარ მოკლედ ჩემთვის მიუღებელი. მეორე მხარესაც ხო დალაგებული აქვს. დალაგებული მაქვს სულ ესე ზედმიწევნით, რატო ხარ შენ ცუდი ადამიანი და რატო გეშლება. всё, დანარჩენი გამოირიცხა უკვე. ამ გულისთქმას აყოლილი ორი ადამიანი გამოირიცხა ქრისტიანობა და ესენი არიან ქრისტიანის ნიღბით მოსიარული ადამიანი ყოველ შემთხვევაში ერთმანეთთან მიმართებაში. და დანარჩენებშიც ეგრეა. დანარჩენებთანაც ეგრე, თუ ერთგან ხარ ესე, მაშინ ყველასთან იქნები ასე. თუ არ ხარ, თუ ხარ ადამიანი. ეხლა ნახეთ რა ხდება. ორი ჯვარზე ეს ადამიანი ფეხით ადის. მიდის, ფეხით მიდის. ეხლა რო გაუჩერო ეს მანქანა, ხო? ნახეთ, ჩემ ფიქრები ეხლა. რო გავუჩერო ეს მანქანა, ხო? როგორ ჩაჯდება, ვიცი? არ უნდა, სახეს მიიღებს, ხომ? არ უნდა, მაგრამ რო გაუჩერე, უნდა ჩაჯდეს. არ სიამოვნებს რო გაუჩერე, მაგრამ უნდა ჩაჯდეს, მარაქნას. ხო, გაუჩერე, არ გამოდის, არ ჩაჯდეს, იმიტომ რომ მაშინ გამომჟღავნდება, რომ ნაწყენია. მაგრამ მე ვიცი, რომ ჩაჯდება ის შინაგანად ხომ მივხვდი, სახეზეც ეთყობა ადამიანს, რომ ჩემს, იქ ჩაჯდომა და ერთად ყოფნა ამ სივრცეში, თუნდაც ამ გორი ჯვარზე მიდივართ ლოცვისთვის, არ სიამოვნებს. მაგრამ ნახეთ როგორი რაღაცა. თუ მე გავუჩერე, მე დავინახავ ამ სახეს, რომ ხომ მივხვდი, არ უნდა ადამიანს ჩემ გვერდზე ყოფნა, მაგრამ რო არ გაუჩერო და გაუვარო, რას ფიქრობს? ხო გითხარი. ეს ნორმალურია ეხლა? ამ ხელა გზაზე მიდივარ, გვერდზე გამომიარა და არ ჩამსვა. მიხვდით რას გულისხმობ? ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი გულისთქმები, რომელიც ადამიანს შინაგანად აქვს, ეს არის ის, რაც ჩვენ ერთმანეთთან საბოლოო ჯამში გვაპირისპირებს და ნახეთ როგორი რაღაცაა, ნახეთ. ეს გულისთქმები არის ჩვენი ნიღბები. სულ სხვადასხვა ადამიანთან ჩვენ სულ სხვადასხვა წარმოდგენები გვაქვს და ისეთი წარმოდგენები გვაქვს, როგორსაც გარეთ ამყარებენ ადამიანები ერთმანეთთან მიმართებაში. სამსახურში მაგალითად ვიღაცამ თქვა, რომ ესა ცუდი ადამიანია. ეხლა ისმის კითხვა, შენ ქრისტიანი ხარ. შენ გინდა რომ ამ ადამიანთან ქრისტიანულად იმოქმედო, ურთიერთობო. და გინდა რომ თქვა ხმამაღლა, რომ იცი რა, ესე არ არის. რატო აკეთებთ ესე, ხო? რატო ჩაგრავთ? რატო აკეთებთ, მაგრამ ამას გამბედაობა ჭირდება ადამიანის. მაგრამ რას გავაკეთებ ამ შემთხვევაში? რა ვქნა, მე ცხოვრება მინდა. ეხლა მე რო ესე არ გავაკეთო, მე ამით ვალწუნებენ, სამსახურიდან გამიშვებენ და დამთავრდება. აღარც მე მექნება, რაც მქონდა, ის აღარ მექნება. ამიტომ რა მინდა რომ გითხრათ, რომ ბოლოსკე რო წავიდეთ. ამიტომ ადამიანი ნეტარებების განხორციელებელი აღარ არის. აღარ სულით გლახაკია. ნეტარიყვნენ მშვიდნი რამე თუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა. ნეტარიყვნენ წმინდანი გულით რამე თუ მათ ღმერთი იხილონ. ხო? ნეტარიყვნენ დაბალნი, რომელთაც შეათ და სყურიათ სიმართლისათვის. ესეთი ადამიანი აღარ არის. არ არის. რატომ? იმიტომ რომ იქ სადაც ჩვენ ცხოვრობთ, იქ ეს არის უბრალოდ მიუღებელი. ამიტომ უნდა გადაწყვიტო ადამიანმა, ამაღლება რა არის? ამაღლება რა არის? საკუთარ შიშებზე გამარჯვება. რომ არ გეშინოდეს იქა იყვე ისეთი, როგორათაც ქრისტემ გითხრა. ეს არის მთელი ამაღლების, აღდგომის მერე ამაღლებამდე უფალი ამას ეუნება, ჩათვალეთ, ესე დგას და ეუნება, რომ ნუ გეშინიათ.
ნუ გეშინიათ იყოთ ისინი, ვინც ხართ სინამდვილეში, ნუ გეშინიათ. ეხლა მე გაგაგზავნით, მაგას არ ეუნებოდა დღეს სახარებაში, ახაც არ გავლინებთ მე თქვენ. ანუ იწყეთ ქადაგება, იწყეთ იერუსალიმიდან. ანუ წადით, უქადაგეთ ყველა ადამიანს, მაგრამ რა უქადაგეთ, რა? უქადაგეთ ისე, რომ ნუ გეშინიათ თქვენ. ნუ შეგეშინდებათ იმას, რასაც იქიდან გაგიკეთებენ მერე თქვენ, იმიტომ რომ თქვენ სამაგიეროდ სულ სიცხონებთ და მარადიულ ცხოვრებას დაიმკვიდრებთ. აი ეს არის. და დღევანდელ დღეს არის ხომე, აი ორჯერ არის სულთმოფენობა ხოვდა მოვიდეს, მაგრამ მანამდე არის ხომე შეჰბერა მადა თქვა, მიიღეთ სულიწმინდაო. აი ეს სულიწმინდის მოსვლა, იცოდეთ, აი ეს სულიწმინდის მოსვლა განასახიერებს იმას, რომ ადამიანმა ისწავლო საკუთარ შინაგანში გულის თქმების გარჩევა. ტრის ინტერვენცია არის და შენი გულის დასაპყრობად მოსული გულის თქმა არის თუ მეგობრის რჩევა. ეშმაკისგან, როგორც მტრისგან მოსული, შენი გულის დასაპყრობად არის ეს გულის თქმა მოსული თუ ღმერთისგან მოსული გულის თქმა, რომელიც შენი მეგობარია და გადასარჩენად მოვიდა. აბა გაარჩიეთ ეს. აი ეს ამაღლების პერიოდი სულთმოფენობამდე ზუსტად ეს პერიოდი არის, როდესაც ჩვენ აი ამ გულის თქმების გარჩევა უნდა ვისწავლოთ. ჩვენ კიდე გეუბნებით, აი როგორ გითხრათ, იცით, დავეჩვიეთ, აი ძალიან დავეჩვიეთ და ძალიან გავფუჭდით, ბოდიშ გიხდით ამაში, აი როგორც ქრისტიანები სხვადასხვა ხო გეუბნებით გარე ფაქტორებით შეფასება დავიწყეთ საკუთარი სულიერი ცხოვრებისა და საერთოდ აღარ უფიქრდებით ადამიანები ჩვენი გულის მდგომარეობას. გონებრივად სხარტები ვართ. გონებრივად აი ისეთი წეღარო თქვი, მაგიტო არ იძახის, დღეს ადამიანს უთხრა გეშლება, არავინ არ გეტყვის, რომ არ ვიცი. კაციშვილი არ გეტყვის, რომ შემეშალა. კაციშვილი არ გეტყვის, რომ მეშინია. ამას არავინ არ იძახის, რატო? იმიტომ რომ გონება იმხელა ინფორმაციას იღებს, რომ მან დაიჯერა, რომ ძალიან ჭკვიანია. ანუ ჩვენი ჭკუა, ანუ ესე რომ ვთქვათ, აი გონების ეს ჭკუა გონებაო, რო იტყვიან ხოლმე, ეს ჩვენი ჭკუა არის რაღაცა დატვირთული უამრავი ინფორმაცია და ადამიანს გონია დღეს რომ არის ძალიან ჭკვიანი. და არ შეუძლია მან თქვას, რომ მე შემეშალა, მე არ ვიცი, მე მეშინია. ამის თქმა არ შეუძლია ადამიანს. ამიტომ აი ამ გონების სისხარტემ გააკეთა რა, იცით, ნახეთ, გული ჩვენი და გონება ჩვენი. ვინ იყვნენ წმინდები, წმინდა მამები, იცით? მათი გული და გონება იყო ერთად. ჩემი ჭკუა გონება, რაც მე მაქვს გონება, გულში არის მყოფობს და მოქმედებ მე გულში არსებული რითი? გულის თქმებით. და იქა რა გულის თქმები არის? სუფთა გულის თქმები არის. წეღარო გითხარით, იქა გადარჩეული გულის თქმები არის. ამიტომ ჩემი გონებამ რაღაცა რო უნდა თქვას, ჩემმა გონებამ რაღაცის თქმა რო უნდა, რაღაცაზე მსჯელობა რო უნდა, რამის შეფასება რო უნდა, ჩავიდა აი ამ გულში, სადაც სუფთა და წმინდა გულის თქმებია. იქ დაიმუხტა რითი? სიყვარულით, გულმოწყალებით, თამდაბლობით, გამოთქმული აზრებით, ლოგოსებით, ესე რომ ვთქვათ, რაც გულში არის, რომელიც საღვთო მადლით არის გაჯერებული, ჩავიდა ჩემი გონება გულში, ამოიღო იქ აზრი, გამოვიდა და თქვა. ეხა დღეს რა ხდება? ჩვენი გული არის სავსე, აი ბილწი, უგუნური, ეგოისტური, თავდაჯერებული, ამპარტავნული, არ ვიცი რა ვთქვა, აი ყველაზე საშინელი გულის თქმები და სადღაც აი წმინდა გულის თქმები აღარც კი ჩანან გვაქვს თუ არა. აღარც კი ჩანან გვაქვს თუ არა. ეხა ნახეთ ეს გონება. გონება რა მდგომარეობაშია? ყველაფერს ერთიანად იწებებს, რაც კი სამყაროში ინფორმაციაა, პოლიტიკა, ეკონომიკა, რავი, რაც დღეს ხდება ეს, ისე იგი გონება გადასულ სამყაროდან ყველაფერს იწებებს საკუთარ თავში. ეხა ნახეთ, გონება დატვირთული ამ საშინელი ინფორმაციით, ამ ხელოვნურმა ინტელექტმა თავისი გააკეთა, იმიტომ რომ ახლა ადამიანმა კიდევ უფრო დაიჯერა, რომ ჭკვიანია, რატო? იმიტომ რომ რაღაცა რო უნდა იმას შეეკითხება
ის ძალიან მარტივ პასუხს და უკვე იცის. ანუ ნახეთ რა ხდება, როგორ გაამპარტავდა ადამიანის გონება, საითკენ არის ნაბიჯი გადადგმული. მისი ინტელექტუალური ნაწილი ხომ დაიჯერა, რომ ყველაფრის მწოდნია, ყველაფერი შეუძლია. მას არ შეუძლია თქვას არ ვიცი. როგორ არ ვიცი, ხელოვნურ ინტელექტს ვკითხავ და მეტყვის, როგორ არ ვიცი. დღეს მთელი სამყარო დგას და იმას ეკითხება მაგალითად, ახლა ამას წინათ ვიღაცამ იმას აკნა, რომ ისე იგი საქართველოს ნაკრები იმას იზავს თუ ამას იზავს, ისე იგი დიდ კომპიუტერში შევეკითხოთ, რა ანალიზს გააკეთებს. მიხდი, ანუ ყველაფერს იმას ეკითხებიან. ხვალდაზე რა იქნება, ანუ პოლიტიკურად თუ იმათ, ანუ ყველაფერს სამწუხაროა. ადამიანს შინაგანი აზროვნება თვითონ კი არ უნდა და მე გეუბნებით, რომ ეს ძალიან დიდი საფრთხეა და რა საფრთხეა, ნახეთ რას გულისხმობ. საფრთხე ის კი არ არის, რომ მე რაღაცას რო კითხე და იქიდან ინფორმაცია გავიგე. ეგრე შემიძლია ნებისმიერ ცოტა ადამიანს, რომელსაც არ ვენდობი, იმასაც ვკითხო რაღაც. ისიც მიპასუხებს მე რა. ლაპარაკი ყველასთან შეიძლება, მაგრამ საქმე რა არის? გამაამპარტავნა ამან. და აღარ შემიძლია თქვა, რომ არ ვიცი. ადამიანს რო შეეკითხები დღეს ახალგაზრდას რო ეკითხები, რომ ეს რაღაცა არ ვიცი, არ გეუბნები. მოიცა, ემწუჩი მეწოდინები. და იწყებს ამაზე, მოკლედ, გამომდინარე აქედან, მოკლედ ურთიერთობას. ამიტომ ნახეთ რა მივიღეთ. საბოლოო ჯამში ვინანი ვართ, უყურეთ, რა მდგომარეობაში ვართ, ქრისტიანებო. შეხედეთ, ჩვენი გონება, ჩვენი ჭკუა გონება მთელი მოცული ყავს აი ამ წუთი სოფლის აზროვნებას და ფიქრებს. ჩვენი გული სავსე არის ბილწი და როგორ ჩამოგითვალეთ აი ამპარტავნული და არ ვიცი რაღაცა ანტიქრისტიანული ესე ვიტყვი, მოდი, ანტიქრისტიანული გულის თქმებით. ისმის კითხვა საშველი სად არის? არადა ადამიანი არის გული, გონება პირობითად, ხო? გული როგორც ადგილი, სადაც გულის თქმები იყრის თავს, გონება რომელიც ანუ აზროვნება შეუძლია და ჩვენ ვართ სხეული, ხო? ეს სხეულს არ შეუძლია, სხეულს რასაც ეტყვი, რაშიც გამოიყენებს, იმას გააკეთებს, ხო? რაშია საშველი? რაშია საშველი? აი დაუკვირდით, ნახეთ, ჩვენი ჭკუა გონება, ჩვენი გული ამ მდგომარეობაშია, ქრისტესთან რანაირად უნდა მივიდეთ? და მიუხედავად ამისა, ნახეთ კიდე გეუბნები, ამ კრიზისს კი არ ვაღიარებ. კი არ ვაღიარებ, რომ ამ კრიზისში ვარო, დამდაბლდე მაინც და ვთქვა, აი ესე თავი დავხარო, რომ არ ვიცი, უგუნური ვარ, არ ვიცი, არ შემიძლია, მეშინია. განა თავმდაბლობისკენ მიდიხარ ადამიანი, არამედ გამოსავალი იპოვე და რა გამოსავალი იპოვე, რა გამოსავალსაც გარეთ პოულობ რა, აქაც შემოხვედი და მოირგე ქრისტიანის ნიღაბი. ანუ ამ მდგომარეობაში ხარ. აღსარებასაც ამბობ, საიდუმლოებებშიც იღებ მონაწილეობას, ეზიარები კიდეც ყველაფერი, მაგრამ აი ამ მდგომარეობას არაფერი არ იცვლება. არაფერი არ იცვლება ადამიანში. მიხვდით სად ვარ? აი დღევანდელი ამაღლების დღესასწაული კიდე არის ზუსტად ეს. გაბედეთ აბა, ამაღლდით საკუთარ თავზე უბრალოდ. და თქვით უბრალოდ შინაგანად, აი ეს თამდაბლობა შემოვიდეს ადამიანში. და შეგეძლოს აღიარება უბრალოდ. არ ვიცი რა. და დაინახეთ ეს კრიზისი, რომელიც მე გითხარ. ხან ისეთია ეს კრიზისი, იცოდეთ, აი მე ჩემი თავიდან გეტყვი. აი ხან არის ხოლმე რომ დღეებია, რომ მოკლედ რომ რაღაცა მინდა რომ განმარტოვდე. განმარტოვდე რომ საკუთარ თავთან უბრალოდ, იმიტომ რომ ჩემთვისაც რთულია. როგორც სამოდელო პირისთვის, ახლა ჩვენ რო ერთმანეთთან ურთიერთობთ, მე ვარ მზად თქვა იმისა, რომ შემეშალა, არ მაქვს მაგის პრობლემა. მაგრამ ხან მეც მიჭერს. ამიტომ მე მიწევს მოკლედ საბოლოო ჯამში საკუთარ თავთან გულწრფელად მოკლედ ყოფნა. ტკივილიანია ეს პროცესი, მერთმა ამაღლების მადლით აი ეს ტკივილი გადაგვალახინოს და მერთმა ძალა მოგცეს იმისა, რომ ჩვენ შეძლოთ დავძლიოთ ეს ჩვენი შინაგანი და მოვემზადოთ ცხონებისათვის. მოვემზადოთ ქრისტესთან რეალურად შესახვედრად, როგორც ამ სამყაროში და დედამიწაზე, ასევე ზეცაში. დღეს ჩვენი თვალები, აი როგორც მოციქულები, ზეცად არის აღპყრობილი და ყველანი ვუყურებთ ამაღლებას ქრისტესი და ნატურა არის ჩვენი ესეთი, რომ ღმერთო,
შენთან ერთად ყოფნა გვინდა და ჩვენც ოდესღაც გარდავიცვლებით და როდესაც გარდავიცვლებით ჩვენც ასე აგვამაღლონ ჩვენმა ჩვენი სული ასე ამაღლონ ღვთის ანგელოზებმა და აიყვანონ ისინი ზეცის წიაღში რასაშინა შემწე გვეყოს ჩვენ უფალი ღმერთი თვისითა მოწყალებითა და კაცთმოყვარეებითა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.